ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწდომელო, იკითხავთ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედა აღადგინე იგი მკვდრეთით, 4 დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმა ყოვლად ძლიერმან და შეიწირენ ცრემლნი იგი მართას და მარიამისნი. ქართველები განსაკუთრებით სიხარულით აღნიშნავთ ლაზარეს შაბათს. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმის წინ უდიდესი სასწაული აღასრულა. მან თავისი 4 დღის მკვდარი მეგობარი ლაზარე აღადგინა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ დიდია უფალი. უყვარდა მაცხოვარს მართალი ლაზარეს ოჯახი, მისი დები მართა და მარიამი. მათ ცხადად შეიგრძნეს იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და დაემოწაფნენ. ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა დღეს, რადგან ლაზარე არის სიმბოლო საქართველოს, ქართული ენისა. სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, წერს იოანე ზოსიმე. იმის შემდეგ, რაც უფალმა ჩვენს წინაპარს განუცხადა, რომ ქართული ენა არის შემკული და კურთხეული ღვთისაგან, ჩვენი ერი ლაზარე შაბათს ქართული ენის დღესასწაულსაც ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ალბედობის მძიმე წარსულის გამო ეს წმინდა ტრადიცია დაივიწყეს ქართველებმა, დღეს უკვე უფლის შემწეობით კვლავ დიდი სიხარულით ვზეიმობთ ლაზარეს შაბათსა და ქართული ენის დღეს და ვსასოებთ, რომ უფალი ისევე აღადგინეს საქართველოს, როგორც 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინეს.